კეთი, მოგესალმები და მოდი. ესეთი გამონათქვამია თბილისში, ეთყობა მოდაში შემოვიდა, რომ შავი პარასკევი და იმ შავ პარასკევს ავტომობილებს ძალიან ძვირად ყიდიან. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, შავი პარასკევი და თეთრი პარასკევი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის შავი ავტომობილი. ჩვენ დღეს დავაანონსებთ, გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებთ, რომ ყველა ჩვენს ავტომობილზე იქნება საახალწლო ფასდაკლება. გინდა პარასკევი დაარქვი, გინდა შავი პარასკევი დაარქვი და გინდა თეთრი. არა აქვს მნიშვნელობა, ფასდაკლება არის ფასდაკლება საახალწლოდ. აი ეს ავტომობილი არის ექსიდი, არის საუკეთესო ბრენდი. ეს ავტომობილი არის 4/4-ზე, 350 გრადუსი კამერა და არის საუკეთესო ავტომობილი. კეთი, თქვენ მითხარით, რომ მოდი ისეთი ფასდაკლება უნდა გავაკეთოთ, რომ ახალ წელს არც ერთი ავტომობილი არ უნდა იყოს ჩვენს შოურუმში და მე უნდა შემოვიყვანოთ 25 წლის ბირკა რო ექნება, ხო? მოდი, აი ეს ავტომობილი ყავს 21 ცალი და ამის ფასი იქნება $28,900 ეკვივალენტი ლარში. 4/4-ზე 10 წლიანი გარანტიით და ამ ავტომობილს ვზახოდი მე კეთი ლექსუსს შევადარე, იმიტომ რომ 10 წლიანი გარანტია აქვს და არის საოცარი ავტომობილი, შეხედეთ ყველანაირად. ეს არის დიაგნოსტიკა. ეს არის დიაგნოსტიკა, მთავარი ელექტრომობილებისთვის რა არის? აი ეს დიაგნოსტიკა. აი ამიტომ არის, რომ აუცილებლად იქ უნდა იყიდოთ ავტომობილი, სადაც პატრონი ყავს თვითონ ცენტრს და რაც არ უნდა მოხდეს, რომ გააკეთონ. ახლა არის საუბარი მეორე ავტომობილზე. ეს არის აიკარი. ეს არის საუკეთესო ბრენდი, რომელიც დაგვრჩა რა 12 ცალი ყავს და შეხედეთ სალონს 4/4-ზე. ეს არის საუკეთესო ავტომობილი. როცა ელექტრომობილი საზღვარს გადმოკვეთავს, იმ შემთხვევაში დგება რეგისტრაციაზე, თქვათ საქართველოში, ხო? ყველა ავტომობილს უნდა რომ ეძახიან აპდეითი, ხო? განახლება. ახლა უყურეთ, ჩვენ ყავს უკვე ძალიან დიდი რაოდენობით გავყიდეთ ავტომობილები, ვართ რაღაცა კუთხით დილერებიც და აი ჯეტურის ქარხნიდან რო ატყუებენ ხალხს, იქ ვიყავი, აქ ვიყავი, ყველაფერი არის ტყუილი. ჯეტურის მყიდველი ყველა არის შეცდომაში შეყვანილი. აი უყურეთ, აი ეს ადამიანები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომელსაც აქვს რა? აქვს აი ეს კომპიუტერი. ეს კომპიუტერი არის ის, რომ აპდეიტს უკეთებს ავტომობილს. ეს დღეს საქართველოში შეიძლება არავის არ კონდეს. აი რამდენი რამე ჭირდება, შეხედეთ. აი რამდენი რამე ჭირდება, რომ ახალი ავტომობილი როცა მოდის, მას გაუკეთონ აპდეითი, განახლება. ახლა კეთი, აი ამ ავტომობილის ფასი რა იქნება? ამ ავტომობილის ფასი იქნება $28,900 ეკვივალენტი ლარებში. ჩვენ რას ვაკეთებთ, კეთი? ჩვენ ვაკეთებთ და ზოგჯერ ისა ამბობენ, რატომ გებრძვიან? იმიტომ გვებრძვიან, რომ ჩვენ მოყავს ახალი ავტომობილები, კარგი, გვაქვს ჩვენი პროფილაქტიკას რო ვეძახით და აქ ვაკეთებთ ყველაფერს თუ რამე გაუფუშდება ავტომობილს. და ჩვენგან უკმაყოფილო თუ ვინმე ინტრიგანი არ არის და შარიანი არ არის, აი აქ არ არსებობს უკმაყოფილო ადამიანი. აი ყოველ დღე ხო ყიდი 2 მანქანას, 3 მანქანას ხო ყიდი მარტო ამ ცენტრში. და რატო ყიდი? იმიტომ რომ ეს საქართველო პატარაა და ყველა ერთმანეთს ეუბნება, რომ აი იქ იყიდეთ, იმიტომ რომ მე მას პატრონობა ჭირდება. ახლა გეტყვით მთავარს. ბიზია 10,000 გიშოვია, 20 გიშოვია, 30 გიშოვია და არ უნდა იცოდეს სად იყიდო ეს ავტომობილი. ეს არის ელექტროავტომობილი და სადღაც რო ნახავ თბილისის შემოსასვლელში
თბილისის გასასვლელში რაღაცა კაც ერთი ოთახიანი აქვს დაქირავებული და რო გაჩეჩებს ამ მანქანას. ბიჭო, მიდი ცენტრში და ცენტრში იყიდე, სადაც ცენს პატრონი ყავს, ხო? რამდენი ასობით მანქანაა გაჭირებული დღეს საქართველოში. იმიტომ რომ ქუჩა-ქუჩა რო იყიდეს. მე კიდე გავთხილებ და გთხოვთ, ჩვენ კონტროლზე ყავს აყვანილი ეს ელექტრომობილები. ჩვენ გვინდა რომ ელექტრომობილები განვითარდეს, იმიტომ კი არა რომ მარტო ფული შოვნა კი არ არის, არა, ეკოლოგიას უნდა მივაწვეთ და აი ეკოლოგიურ ფერებით დავდივარ, ხო? ესე ხო არის? და ეს ავტომობილები შენ უნდა გაყიდო ხვალიდან უკვე ამ ფასებში, ხოლო აი ამ ადამიანებს შეხედეთ, ეს ადამიანები არიან ჩინეთიდან. Nihao. How are you? I'm Good. fine. Everything good? Good. აი ეს ადამიანები არიან ჩინელები, სპეციალისტები და ყველა ავტომობილს, რომელიც ჩვენთან გაიყიდება, გაყიდვამდე უკეთებენ განახლებას. ამის უმისოდ არ შეიძლება ავტომობილი გაიყიდოს. აი რომ ყიდულობთ და მიყავ და ეგერ წითელიანთო, აგერ ყვითელიანთო და როვერსად ვერ გიქრობენ. აი ეს თავიდან უნდა იყოს დაპროგრამებული. ყველაფერს დრო ჭირდება. მე გითხარით რომ არ იყიდოთ ავტომობილები ელექტრო, იმიტომ რომ პრობლემებია. აი ახლა უკვე იყიდეთ ავტომობილები, იმიტომ რომ არ მეშინია. გვაქვს აგერ დიაგნოსტიკა და მყავს აგერ სპეციალისტები. თუ ისეთი რამე იქნება, კეთი რომ ვერ გავაკეთეთ, მაგალითს ვამბობთ, ხო? კიდევ დამატებით ჩინეთიდან შემოვიყვან სპეციალისტებს. აი ჯეტური სპეციალისტები, აი ექსიდის სპეციალისტები, აი ჩერის სპეციალისტები. აი ესაა კომპანია. ვიზია შენ გუშინ სუპერმარკეტში მუშაობდი და დღეს მანქანების ბიზნესით გინდა რაღაცა გააკეთო, ესე არ გამოდის. და მე ხალხი შეცდომაში შეყავთ, ჩვენ გვაქვს ცენტრი. თუ არ მიატოვებენ, კიდევ ვიმეორებ, ის ტელევიზია, რაღაცა ტელევიზია რო არის. რო არ მიატოვებს იმ ხალხის მოტყუებას, ხო? იმ შემთხვევაში ჩვენ ერთ მანქანას გავაგზავნი და აბა გვანახო, სადა აქვს პროფილაქტიკა. და მე ნახავ მთელი საქართველოს თუ როგორ გაბანძდებიან. აქედან გამომდინარე, ყველამ თავის ადგილს უნდა მიხედოს და თავის საქმეს უნდა მიხედოს. მოდი, აი ამ ჩვენს პარტნიორებს უსურვოთ წარმატება, თქვენ ნახავთ ათასობით ავტომობილს ხვალ და ზე კიდე საქართველოში შემოყვანილს უკვე სხვა დანიშნულებისთვის. გისურვებთ წარმატებას ახალ წლამდე, ეს ფასები იქნება შენს განკარგულებაში, აბა ბედნიერად.